და მოდი აუში გამარჯობა მეგობრებო, ეს არის კვიტოს არხი. თქვენ უყურებთ გადაცემას კვიტოზის სახურავზე და საუბრობს ფილმებზე, მაგრამ სახურავზე ცუდი ამინდი იყო და ჩამოვედით ოთახში. ვისაუბრებ ფილმებზე, სერიალებზე, სიახლეებზე, მარიალებზე, თერიალებზე, ჰალფარიალებზე. ვირას ვიყავი რაჭაში ხალხო. ეს 64 რატო ცხოვრობთ თბილისში? რაჭული ვოიაჟის ვიდეოს გთავაზობთ. სულ ეს იყო. მეტი საქმე არა მაქვს ხა იმ სილამაზეში კამერით და ტელეფონით მერბინა აქეთ იქით რომ თქვენთვის რაღაცა 1 საათიანი ვიდეო მომემზადებინა. შემდეგი ვოიაჟისთვის სპონსორებს ვთხოვ რომ ოპერატორი გამაყოლონ. საბოლოოდ დავწმუნდი რომ უნდა გადავბარგდე რაჭაში. ამ ვოიას ყავდა მასპინძელი რაჭანეტი. რაჭანეტი არის ინტერნეტ პროვაიდერი, რომელსაც გაყავს ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტის სოფლებში, კერძოდ ამბროლაურის რეგიონში, ჯერჯერობით. გარდა იმისა, რომ ამარაგებენ უმაღლესი ხარისხის და უსწრაფესი ინტერნეტით რაჭულ სოფლუკებს, ასევე პაკეტში შედის ტელევიზიაც. მომავალ წელს ალბათ თლიან რაჭასაც დაფარავენ და იმახსოვრეთ ეს ხალხი. რაჭანეტი, დიდი მადლობა ბიჭებო, გემრიელი და ხარისხიანი მასპინძლობისთვის. აუცილებლად ჩამოვალ კიდევ. ამ ეპიზოდსაც ტრადიციულად სპონსორად ფრეჯი ყავს, სარესტორნო საკვები პროდუქტების მომარაგების კომპანია. თუ გაქვთ ნებისმიერი სახის კვებითი ობიექტი, ეს არის რესტორანი, კაფე, უბრალოდ სასადილო, არ აქვს მნიშვნელობა, დაურეკეთ ამ ხალხს, ბაზარი ყოველთვის მოვა. ზუსტად იმ დროს მოვა, როცა ეტყვით და იმდენი რამდენსაც ეტყვით. სუპერ ხალხია, პასუხისგებლიანი და სხარტები რაც თავარია. გადავიდეთ სიახლეებზე. რატო ყვირი ვარ არ ვიცი, მაგრამ რახან კამერა შორს დგას, მგონია რომ ხმამაღლა უნდა ვილაპარაკო. ხო და მოდი ახლა დავამოყავებ და ცოტა ჩუმად ვისაუბრებ. ამ კვირაში, ან იქით კვირაში გამოვა სუპერმენი. ჯეიმს განის სუპერმენი, რომელიც დიდად წიხზე მკიდია. ვფიქრობ ძალიან საბავშვო იქნება, თან ისეთ საბავშვო იქნება, რომ ბავშვობაში დრო გაიზრდება, მერეც რო გეტყვის მამა რა ყ***ობაზე წამიყვანიო. ამიტომ ეცადეთ მოარიდოთ ბავშვებს. კიდე გამოდის ფორმულა 1 ბრედ პიტის მონაწილეობით. როგორც აღმოჩნდა, არ ვიყავი ამ დაკვირვებული, ან დამოვიწყდა, ან გამომეპარა, რომ ფორმულა 1-ის რეჟისორი არის Top Gun Maverick-ის, ანუ ბოლო Top Gun-ის რეჟისორი და ზუსტად მივხვდი როგორი ფილმიც იქნება. გატენილი იქნება ამერიკული ჰოლივუდური კლიშეებით, მაგრამ იქნება კარგი ექშენ სცენები. ფიქრობ კინოში ერთხელ საყურებლად ივარგებს. ამიტომ ამაზე გირჩევთ წახვიდეთ. ხო და კავია, რა ვიცი, შემეხბიანეთ, ხო ხედავ, უკვე თქვენზე კარგად ურჩევ ხალხს, რაზე უნდა წავიდე და რაზე არ უნდა წავიდე. კოლაბორაციისთვის, აგერ ახლა მეილს ამოვანათებ და მომწერეთ. ყველა შემდეგი გადაცემიდან ვეცდები, რომ სტუმარის ვყავდეს ხომ, იმიტომ რომ უკვე მარტო ჩემთვის ესე ბოდიალი, ვიცი რომ თქვენთვისაც დამღლელი არის. თან პატარა ეპიზოდები გამოდის, იმიტომ რომ დიდად ესე მოლაყბე ტიპი არა ვარ. ზოგადად მოლაყბე ხალხი არ მიყვარს, რომ მიედმოედებიან. არა და მე ძალიან ხშირად მივედმოვედები ხოლმე, რაც იმას უსმებს ხაზს, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა. ვეცდები რომ ყოველ გადაცემაში სტუმარი მყავდეს, არა აქვს მნიშვნელობა ფილმებში ერკვევა, არ ერკვევა, თავის საქმის პროფესიონალია, არ არის პროფესიონალი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა გაძეძგილი არის არაპროფესიონალი ხალხით, თუ დააკვირდებით ჩვენ პარლამენტში და ჩვენი ფაშას გარშემო ძირითადად სულ არაპროფესიონალი ხალხია, არაპროფესიონალი ხალხი კი გამოირჩევა რაღაცნაირი არაჯანსაღი ერთგულებით. ეს ახლა თან ლაპარაკობ, თან ვფიქრობ, მაგრამ თან სადღაც მაქვს მოსმენილი და თან ძალიან მომეწონა, რომ
როდესაც ადამიანი არაპროფესიონალი და არაკომპეტენტური თავის ფაშას თავაზობს თავის არაჯანსაღ ერთგულებას და ამ ერთგულების ხარჯზე ბევრ საშინელებებს აკეთებს. ბანალური ბოროტება, როგორც ხშირად გვსმენია სხვადასხვა ნაწარმოებებში და ფილმებში. ასე გამოიხატება. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ერთადერთი პროფესიონალები, ვინებიც ფასდებიან არიან სპორტსმენები და ესენი ხამებივით ეგრევე ცდილობენ გადმოითრიონ თავისკენ და ისეთ სისულელებს ალაპარაკებენ, როგორიც არის მე პოლიტიკაში არ ვერევი, მე ჩემი საქმე უნდა გავაკეთო. თქვი რომ ღირსია, ან თქვი რომ გამოუშვით, ან თქვი რომ რა წესია, რა უნდა ამის თქმას. ვერ ყვევის თქმას, არ ჯობია თქვა რომ მიეცით 100 წელი, ან გამოუშვით ეს ადამიანები. მოკლედ რა, აი ესეთ პროფესიონალ და კარგ თავის საქმის მცოდნე ადამიანებსაც კი ამახინჯებენ თავიანთი საცეცეებით და თუ ცოტათი არ გამოიბი ერთი ადგილი და ერთი ნაწილი, აი ეგეთ ფარჩაკობებსაც გათქმევინებენ. არადა საკმაოდ ბევრი პროფესიონალი ყავს სხვადასხვა დარგებში, რომლებიც საერთოდ არ ჩანან და იმ ხალხსაც სჭირდება მეტი დაფასება. რაღაცა ბოლივიის მსგავს ქვეყანად ვიქეცით რა, იქ სპორტსმენი რომ მაგარი ტიპი არის და ვინც მეტჯერ აკენწლის და ვინც დიდ შტანგას აწევს და ვინც უფრო მაღალი შენობიდან წყალში ჩახტება, ის არის ყველაზე მაგარი ტიპი. რატო? ეგენიც მაგარი ტიპები არიან და სხვაებიც უნდა დაფასდნენ, ისე როგორც ფასდებიან პროფესიონალები ნებისმიერ დარგში. მაგრამ ეგეთ ქვეყანად ვიქეცით, ალბათ სულ ვიყავით, უბრალოდ მაშინ პატარა ვიყავი და არ მახსოვს და ძალიან სამწუხაროა. გადავიდეთ კარგ ამბებზე. ეხლა მე ამას რასაც უყურებ, აერთიანებს ყველაფერს. Sci-fi-ც არის, თრილერიც არის, დეტექტივიც არის და თან არა ჰოლივუდის პროდუქტია. ეს არის Mars Express. ვერ მოგიყვებით ოდნავ პატარა სინოფსის. მოკლედ, კერძო დეტექტივი, წყვილი, ერთი არის ადამიანი და მეორე არის ჰუმანოიდ ანდროიდი, იძიებენ სტუდენტის გაუჩინარებას. და მე ამას მოყვება ბევრი საინტერესო რამ. საკმაოდ ბრუტალურია, არ არის საბავშვო, ბევრი მოულოდნელობა და არაპროგნოზირებადი მომენტები იჩითება. არ გავს არც ერთ, ცოტა ანიმეს გავლენის ქვეშ არის, მაგრამ ანიმე არ არის, ალბათ რაღაცა ცალკე ჟანრია, cyberpunk რაღაცა ქვია. ნერდებო დამიწერეთ კომენტარებში, მე ვინც უყურებთ ამ ფილმს. 2023 წელს არის გამოსული, მუსიკალურადაც ძალიან მაგრად არის გაფორმებული, ვიზუალები საოცარი, სიუჟეტი საინტერესო, არ არის უსაშველოდ გაწელილი და არ აქვს ჰოლივუდური დასასრული. მეტი რა გინდა. ჩაუჯექით და დატკბით, მადლობები მომაყარეთ მერე კომენტარებში. კიდე მინდა გესაუბროთ ქალ რეჟისორებზე. რატომღაც დამეჩაგრნენ ჩემს TikTok-ზე არც ერთხელ არ მიხსენებიან მე მგონი. ესენი არიან ძალიან ნიჭიერი ხალხი. თარგმანში დაკარგულები. ეს არის ფრენსის ფორდ კოპოლას შვილი, სოფია კოპოლას საკმაოდ საინტერესო, ლამაზი და რომანტიული ისტორია, სადაც მთავარ როლებს განასახიერებენ ბილ მიურეი და ახალგაზრდა სკარლეტ იოჰანსონი. ფილმის სიუჟეტი ვითარდება იაპონიაში, ტოკიოში და რაღაცნაირ საყვარელ, საინტერესო და ემოციურ ისტორიას გვიყვება. არ მინდა რომ დაგასპოილეროთ, უბრალოდ ჩართეთ და ჩაუჯექით. Lady Bird დამავიწყდა ამ რეჟისორის სახელი, მაგრამ Greta Gerwig. იგივე რეჟისორია, ვინც გადაიღო Barbie, რომელიც ძალიან არ მომეწონა. და ამავე რეჟისორს აქვს გადაღებული Frances Ha, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ეხლა გესაუბრებით Lady Bird-ზე. ეს ფილმი ჩემი აზრით უნდა ნახოს ყველა თინეიჯერმა. ხო და აყურებინეთ და უყურეთ, გირჩევთ ყველა თინეიჯერებს უყუროთ ამ ფილმს, იმიტომ რომ გახდებით უფრო ემპათიურები სხვა თინეიჯერების მიმართ, მშობლების მიმართ, შეიძლება ფილმი რომ დამთავრდეს, პირდაპირ დედას ან მამას დაურეკოთ და უთხრათ ბოდიში ყველაფრისთვის. შემდეგი არის Hurt Locker.
ეს არის ავღანეთში მებრძოლ მეომარზე, რომელიც მუშაობს ნაღმების გამნაღმებლად. ძლივს თქვი ეს წინადადება. თავარ როლში არის ჯერემი რინერი და ესეც საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ამ ფილმმა აიღო საუკეთესო რეჟისორის ოსკარი და წაართვა ჯილდო თავის ყოფილ ქმარს, რომელიც არის არც მეტი, არც ნაკლები ჯეიმს კამერონი. ჯეიმს კამერონი მე ვფიქრობ, რომ არის სასტიკად გადაფასებული და overrated რეჟისორი. და ამ ქალს კიდევ ერთი პატივისცემა ჩემგან, რომ ავატარი გადაიღო მაგ წელს საშინელება და ამან თავისი ფილმით აჯობა. და არის კიდევ ერთი ეგეთი ფილმი, რომელიც ალბათ ყველა მიცით, American Psycho. ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულად დასაფიქრებელი, მე მგონია ცოტათი გადაჭარბებულად ესეთი გაკულტებულია, მაგრამ ერთი სამჯერ, ორჯერ ყურსაყურებლად აუცილებლად ღირს კრისტიან ბეილის საოცარ პერფორმანსებს. ხელწერაზე, ფილმის ხელწერაზე ეტყობა, რომ ქალის გადაღებული, იმიტომ რაღაც ისეთ საინტერესო დეტალებზე არის გავლებული ყურადღება, რასაც ალბათ კაცი ვერ მიაქცევდა ყურადღებას. თან აპირებენ ამ ფილმის რიმეიკის გადაღებას. თავარ როლში მე მგონი უკვე დაადასტურეს, რომ იქნება ოსტინ ბატლერი და ვნახოთ რა იქნება. არსებობს ნამუშევრები, რომლებზეც თან ხვდებით, რომ არის შედევრები, მაგრამ მე მაინც ვეცდები, რომ რამოდენიმე მათთაგანზე და მათთაგანი ჩამოგითვალოთ. ქართულ კინოკლასიკებს გავიხსენებ. ჩემი საყვარელი ელდარ შენგელაიას ორ ფილმზე მინდა, რომ გაგახსენოთ, რომ არსებობს. ეს არის არაჩვეულებრივი გამოფენა, გენიალური სატირა და უკვე მართლა ყელში ამომივიდა ერთი და იგივე ფილმების ყურება. ეხა იმ დღეს ტრეილერი ვნახე ქართული ფილმის სახელი დამავიწყდა, მაგრამ ამოვანათებ. აღარ მობეზრდათ მოკლედ თეიმურაზებზე ფილმების გადაღება, ეს რაღაცა უაზროდ მოლაქლაქე ვითომ ინტელიგენტების რო ვერ გაიგებ 90-იანებშია თუ 2020-იანებშია, აი ესეთი ცუდი ტრეილერი ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. ან ვიღებთ, აი რაღაცა სამი კატეგორიის ფილმები გამოდის ბოლო წლებში. ან ვიღებთ აი ამ 90-იანების თემატიკაში როგორ უჭიშდა რაღაცნაირი მაგარი დაჩაგრული ცხოვრებისაგან კაცზე თეიმურაზებს ვეძახი, ან რაღაცა უაზრო მორფინისტული გარჩევების, ან სუპერ გარყვნილი თემატიკით, რაც კი არსებობს და ხდება ეგეთი რაღაცები, მაგრამ მარტო ეგ ხდება ამ დედააფეთქებულ ქვეყანაში, ან მაგარი ჟურნალისტიკური გამოძიება, ან რაღაცა სატირისტული კომედია, ან რაღაცა თრილერი. იმდენ თრილერების მეტი მე რა მესმის, ანუ მე ჩვეულებრივ ადამიანს იმდენი თრილერი მესმის გარშემო, ჩემ გარშემო, რომ ანუ აი რავი 1-5 კინოს გადაიღებდი. როგორ შეიძლება რომ კიდე მოგინდეს ვიღაცა წამოწოლილ გაუპარსავ კაცზე ფილმის გადაღება მუშევარზე, რომელიც ცდილობს რომ რაღაცა შეშა დაანთოს და სოლოლაკის რაღაცა გავიგეთ, კი არიან გაჭირვებული ადამიანები, არიან რაღაცა ძალიან უიმედოდ უსაშველო ხალხი, მაგრამ სხვა რაღაცებიც ხო ხდება ამ ქვეყანაში. მიაწექით რა მაგას, ცოტა იმედი გამოუშვით, ცოტა კომედია გამოუშვით. აი ყოველთვის ვიძახი ხოლმე, რომ ძალიან ვაფასებ კეთილებს. ჩვენს გევიმართებით თქვია, მე მგონი მაგ სერიალს. დიდად არ ვგიჟდები მაგ იუმორზე, მაგრამ რამოდენიმეზე მართლა ცრემლებამდე მიცინია. არ არის აუცილებელი რომ ჩავიციკოთ ერთ და იგივეზე. მერე გამოდის კიდე ახალი სერიალი რაღაცა, სადაც ერთი ქალი 15 კაცთან დადის და ვითომ ეს ნარკოტიკებით, დრაგები, ერთი და იგივე ტიპაჟები იჩნდებიან თან მსახიობები ზუსტად ერთი და იგივეები არიან. აი ფრანგებს დაიმართათ ეგ რა, აი ჩაიციკლნენ, რომ გარყვნილი კაცი, გარყვნილი ქალი, ბლა ბლა ბლა. თითქოს მეტი არაფერი არ ხდება, ხო? არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ერთი პერიოდი აი როგორც ქართულ ფეხბურთში იყო, რომ სტადიონებზე რო ვიძახდით კარტოფილი ან სიმინდი დავთესოთო,
ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი, 1-10 წელი უნდა შევეშვათ ფილმების გადაღებას რა. შეიძლება ცოტა მეტი. და მივაწვეთ აი YouTube სერიალებზე გადავიდეთ, იმიტომ რომ იქით უფრო მეტი რაღაცა საინტერესო იჩნდება, ვიდრე ქართულ ფილმებში რა. ცოტა ხანი კარტოფილით დათესეთ. ქართულ შედევრებს გაგახსენებთ. არაჩვეულებრივი გამოფენა, ძმაო, არც დიდი ფული დაჭირდა მაგ ფილმის გადაღებას. არც განსაკუთრებული რაღაცა აპარატურა დაჭირდა მაგ ფილმის გადაღებას. უბრალოდ დაჭირდა კარგი სცენარი, კარგი მუსიკალური გაფორმება და რამოდენიმე ნორმალური მსახიობი. თუ კარგ მსახიობებს მიაგნებ მაგას რაჯობია, მაგრამ ნორმალური მსახიობით შეგიძლია თუ კარგი რეჟისორი გეყოლება გამართო ისე, რომ ნორმალური ამბავი გადმოგცე აი ამ რაღაცა პატარა ქვეყანაში. შეგიძლია სატირა გააკეთო, შეგიძლია ისეთი გააკეთო, დრამაც ჩართო, კომედიაც, როგორიც არის არაჩვეულებრივ გამოფენაში. მასტერკლასია. ჩართე, ან ვიღაცა ეხა ვინც კამერიანი ტიპი ხარ და გიდევს მეშოკით ფული, ჩართე ეგ ფილმი და უყურე და ეგრევე იდეები გაგიჩნდება. მერე ჩართე მესა რა ქვია? მერე ჩართე ცისფერი მთები. მერე ჩართე, რა ვიცი, რაღაცა კოენების დიდი ლებოვსკი და რაღაცა შეგეკრება. მერე ოფისის სერიებს უყურე. აი ესე ისეთ ფილმებს უყურე, სადაც საერთოდ არ ჭირდება დიდი ბიუჯეტი. ეხლა კი გავარდა აქედან რაღაცა რჩევებს ვიძლევი, მაგრამ გული შემტკივა და ვცდილობ რაღაცნაირად გადმოგცეთ. თუ დაგჭირდებათ, ყველაფრით დაგეხმარებით. სცენარის აწყობაშიც. ნებისმიერი პერსონაჟის განსახიერებაში. რამდენად კარგად გამომივა, ეგ უკვე თქვენზე არის დამოკიდებული. მე ვიძახი, რომ ცადოთ მაინც. ივარგებს, არ ივარგებს, არ აქვს მნიშვნელობა. მოდი ახლა ბლიც ჩაუტარებ ჩემ თავს, იმ ბლიცს, რომელსაც ჩემს სტუმრებს უტარებ ხოლმე, რომ მოსაწყენი არ გამოვიდეს. და შემდეგში უკვე სტუმართან ერთად გავიაროთ ყველაფერი. რომელი ფილმი იცი, რომ ცუდია, მაგრამ მაინც მოგწონსო. ეგეთი ფილმი არის ნიკოლას კეიჯის გატაცება 60 წამში. ობიექტურად რო აიღო, არ არის ახლა ძალიან მაგარი ფილმი და რაღაცა საოცრება სიუჟეტით, მაგრამ ჩემი აზრით გასართობად ძალიან კარგია. ნიკოლას კეიჯზეც გიждდებოდი. თან ეგ ფილმი ბავშვობიდან რაღაცნაირად მიპყრობდა. პირველად მაგ ფილმს ტრეილერს კინოში უყურე და გავგიждდი. რომელი ფილმის ყურება არ ბეზრდება არასოდეს. არასოდეს არ ბეზრდება არაჩვეულებრივი გამოფენის ყურება. არასოდეს არ ბეზრდება დოდო აბაშიძის რეპლიკები. დინარეზე რო შარაფობენ და ეს რაღაც თავის გასაჭირზე და ფილოსოფიაზე რო ელაპარაკება ეს. მარტო გასარგართობაზე რო ფიქრობს, გიждდები მაგ სცენაზე. რომელ ფილმს აქვს ყველაზე მაგარი საუნდტრეკები? ყველაზე მაგარი საუნდტრეკები რაც ეხა მახსენდება, აქვს Goodfellas. Goodfellas რომ უყუროთ, მიხვდებით რომ სინამდვილეში მიუზიკლია. მიუზიკლი არ არის ეს თვითონ პერსონაჟები არ მღერიან, მაგრამ ყველა ეპიზოდს და ყველა სიკვენს აქვს თავისი გაფორმებული მუსიკალურად ისე არის გაფორმებული, რომ მიუზიკლი კლიპივით გაყურებინებს. მაგიტომ არის მაგარი ფილმი, გარდა იმისა, რომ Scorsese-ს რაღაც თავისებური ხელწერა აქვს და თვითონ სიუჟეტი და პერსონაჟების განვითარება ძალიან საინტერესოა. გარდა მაგისა, არის კლიპებად დაყოფილი. ვისაც აღარ გახსოვთ ეგრე ძალიან კარგად Goodfellas-ი ჩაუჯექით და მიხვდებით, რასაც ვიძახი. ვინ არის შენი საყვარელი ანტაგონისტი Heath Ledger-ის ჯოკერის გარდა? ჩემი საყვარელი ანტაგონისტი არის უკვე ბევრჯერ და ტვინით წავიღე, ეს არის Tom Cruise-ის Collateral-ში ის ჭაღარა კილერი, რომელიც ისე მაგრად უხდება, რომ Tom Cruise ვილანების განსახიერება, რომ მომინდა მაგ ტიპზე კიდევ ერთ ფილმს უყურო რა. ყველაზე დასამახსოვრებელი ცეკვა ფილმში. ყველაზე დასამახსოვრებელი ცეკვა ფილმში, რა თქმა უნდა, ალბათ ეგრევე Pulp Fiction-ის სცენა მიტივტივდება. მაგრამ რაღაცა ცოტა ისეთი ორიგინალური მინდა რომ გითხრათ. Demolition. Jake Gyllenhaal-ი თამაშობს ქუჩაში რო გამოდის უსასმენებით და ნიუ-იორკის თუ ჩიკაგოს ქუჩებში ცეკვავს რომელ ფილმში იცხოვრებდიო? სერიალს ვიტყვი. ძალიან მომწონს 90-იანი წლების ამერიკა.
ხო და Friends-ზე დიდად კი არ სერიალს ვიტყვი. Friends-ზე დიდად კი არ უგიჟდები, მაგრამ ძალიან მომწონს მაგათი გარემო, მაგათი ბინაც, მაგათი სამეგობროც და მანდ ვიცხოვრებდი დიდი სიამოვნებით. ცოტა ხნით ეხლა სამუდამოდ ვერ ვიცხოვრებდი, მაგრამ 1-2 თვე ვიცხოვრებდი, შეიძლება 1 წელიც. ფილმის ყურება სახლში თუ კინოში. ფილმს გააჩნია, მაგრამ თუ რაღაცა ექშენი არის, აუცილებლად კინოთეატრში, თან IMAX-ში. არ უნდა დაგეზაროთ და წადით ხოლმე IMAX-ის ეკრანი სადაც არის იქ. HBO თუ Netflix, რა თქმა უნდა HBO, Netflix-ის ალბათ სულ რაღაცა 15 პროექტია, რომელიც ოდნავ უკაჩავს HBO-ს პროექტებს. Game of Thrones-ი თუ Breaking Bad. Jason Bourne-ი თუ James Bond-ი. James Bond-ი უფრო მევასება როგორც პერსონაჟი, მაგრამ Jason Bourne პირველ ნაწილს იმ დღეს უყურე, Bourne-ის იდენტიფიკაცია და აი action thriller-ის საუკეთესო ფილმი არის. ეგ და Skyfall-ი აი ერთ დონეზეა. DC თუ Marvel-იო. ცალსახად DC. მარტო Batman-ი მიჩვენია მთელ Marvel-ის სამყაროს. თუმცა Marvel-საც უფრო გასართობი და მხიარული ფილმები აქვს. მაგრამ კრისტოფერ ნოლანის ტრილოგია მთელ Marvel-ის სამყაროს მიჩვენია. Jason Bourne-ი, არა ეს თქვით. Batman-ი თუ Iron Man-ი. Batman-ი არის ჩემი საყვარელი პერსონაჟი და ჩემი საყვარელი პერსონაჟი იმიტომ არის, რომ არ გააჩნია არანაირი სუპერძალები. თან რაღაცნაირად მაგის სამყარო და ისტორიები ძალიან მომწონს. მაგრამ ასევე ძალიან საინტერესო არის Iron Man-ის პერსონაჟიც. თუმცა ფილმი დიდად ჩემი აზრით ახლოსაც ვერ მივა Batman-ის ფილმებთან. ერთადერთი რაზეც პერსონაჟი თვითონ ტონი სტარკიც ძალიან საინტერესოა და მაგის ფორმაც კოსტიუმზეც ვგიჟდები. Friends-ი თუ Office-ი. Office-ი სანამ მაიკლ სკოტის პერსონაჟი წავა, მაიკ მთლიანი სეზონები, ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო სერიალი არის, რაც კი მიყურებია და თან დაახლოებით 5-ჯერ მაქვს ნანახი. Friends ერთხელ უყურე და ისიც იმიტომ უყურე, რომ Friends-ის ფანებისთვის მეთქვა რატომ არის ცუდი სერიალი. ერთადერთი რაც ძალიან მომწონს მაგ სერიალში არის პერსონაჟები. განსაკუთრებით გამოვარჩევდი Chandler-ს და Phoebe-ს. ვფიქრობ, რომ ვერც Chandler-ს და ვერც Phoebe-ს სხვა მსახიობი ვერ ჩაანაცვლებდა. სხვა დანარჩენების ჩანაცვლება შესაძლებელია, მაგრამ Phoebe-ს და Chandler-ის არ ამგონია. Beatles-ები თუ Rolling Stones-ი. Rolling Stones-იც ძალიან მიყვარს, მაგრამ Beatles-ები ჩემი აზრით 5 თავით მაღლა დგას ყველა დანარჩენ ბენდთან. Pink Floyd-ი და Beatles-ები ერთად არიან რაღაცა სხვაგან ზომილებაში. Jackie Chan-ი თუ Bruce Lee. Jackie Chan-ზე ვგიჟდები. მაგის იუმორზეც ვგიჟდები, მაგის დისციპლინაზეც ვგიჟდები. Bruce Lee კიდე რაღაცნაირად მგონია, რომ fraud არის რა, სიაფანდი კაცი არის. რაც Quentin Tarantino-მაც გამოავლინა თავის ფილმში, არ ვიცი ხა რამდენად ნაღდია ეგ, მაგრამ Tarantino-საც აქვს მაგის ეჭვი. Harry Potter-ი თუ Lord of the Rings-ი. Harry Potter-ი საერთოდ არ მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ მოვყევი მაგ ციებ-ცხელებაში, როცა ბავშვობაში პირველი წიგნი გამოვიდა და მე ეგრევე ფილმიც გამოვიდა, შემიყვარდა ეგ სამყარო, მაგრამ ცოტა როგორც კი გავიზარდე, ეგრევე მივხვდი, რომ დიდი არაფერი. Lord of the Rings-ი კიდე დღემდე მიყვარს, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვიხილავდი სხვა რეჟისორის თვალით დანახულ მაგ სამყაროს, რომელზეც ძალიან საინტერესოდ ვილაპარაკეთ ცოცხალი კადრის ეპიზოდში, სადაც Lord of the Rings-ის სენსეი ყავდა მოწყვეული სტუმრად. უყურეთ მაგ ეპიზოდსაც. მაია წმეთელი თუ მულანიო, ეს ჩემი შედგენილი ბლიცი არის, მულანი და მაია წმეთელიც, ორივე ძალიან მაგარია. მეფე ლომი თუ ალადინიო. მეფე ლომმა იმხელა ტრამა მომაყენა ბავშვობაში, რომ მაგის გახსენება საერთოდ აღარ მინდა. ამიტომ ალადინს ავარჩევ. თან ალადინში ძალიან მიყვარს ჯინის პერსონაჟი. და ზოგადად ალადინში მაგარი პერსონაჟებია, მაგრამ ეხლა რომ ახსენდება მეფე ლომშიც მაგარი პერსონაჟებია, მარტო სკარი. ეგ ანტაგონისტი მგონია, რომ ყველა დროის ტოპებში და საუკეთესოებში შედის, ჯერემი აირონსი.
მაგრამ თლიანობაში მაინც ალადინი მირჩევნია. Whitney Houston-ი თუ ლელა წურწომია. Whitney Houston-ი დააფასონ ამერიკელებმა, ჩვენ დავაფასოთ ლელა. Heath Ledger-ს გააცოცხლებდი თუ Kurt Cobain-სო? ძალიან მიყვარს Kurt Cobain-ის შემოქმედებაც, მაგრამ მე მგონია რომ ახალს ვერაფერს ვეღარ შემოგთავაზებელ, მაქსიმუმ ერთი ალბომიც გამოეშვა და Heath Ledger-ი რო ცოცხალი ყოფილიყო, ერთი 10 მაგარ ფილმს უეჭველი გააძრობდა. ტრადიციული შეკითხვით დავასრულებ ეპიზოდს. რუსებს რა? მაგრამ ხო არა გძალეს ქოცუნებმა. მათი შეურაცხყოფა. არ ვიცი, მაგრამ ბევრი წარგვიწია მაგა. დროებით.